მაგალითად გუშინ და გუშინ წინ მთავარი ნიუსი იყო ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილე, ასევე თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი დააკავა. სამივე მათგანს წარედგინა ბრალი, რომელიც გულისხმობს სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს და შესაბამისად ბრალი უკვე წარდგენილი არის, ვნახოთ რას დაადგენს გამოძიება. აქედან გამომდინარე, სწორედ ამაზე უნდა ვისაუბროთ, რას ნიშნავს ამ საფეხურზე გადასვლა, ანუ ამ ფორმაზე გადასვლა უკვე მოვლენების და პროცესების, რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, გქონდეს ვარაუდებიანი ეჭვები იმისა, რომ შეიძლება ამ პირთა წრე და რაოდენობაც თუნდაც გაიზარდოს, ან თუნდაც თუ ახლა მხოლოდ ჯუანშერ ბურჭულაძის გარემოცვა არის, მომავალში ვიღაც უფრო სხვა და გავლენიანი ფიგურის გარემოცვასაც შეეხოს იგივე საფრთხე, რომელიც ახლა მათ. მანამდეც ხო მოხდა მიქაუტაძე იყო, ხო? რომელ მიქაუტაძე? ის იყო ეკონომიკის ministris მოადგილე. თუ არ ვწდები და იქ საუბარი იყო, რომ ახლო კავშირში იყო მიქაუტაძე ღარიბაშვილთან. ამ შემთხვევაში ჯუანშერ ბურჭულაძის გარემოცვა და თვითონ ჯუანშერ ბურჭულაძეც ახლო ურთიერთობაში იყო და არის ალბათ ღარიბაშვილთან. ანუ რაღაც ერთი წრეა და ამ ერთი წრის ახლო კონტაქტებს უახლოეს როგორც ჩანს დობით აღჭურვილ პირებს ახლა აკავებენ. რეალურად რა შეიძლება როგორ შეიძლება გამithარდეს? ამ ფლანგების დაპირისპირებაზე ვაპარაკობდით და ლოგიკაც მეტნაკლებად რა შეიძლება იყოს, მაგ ვერსიების დავასახელეთ, რომ ვერსიები შეიძლება ყოფილიყო ყველაზე დამაჯერებელ ვერსიას, რაც გავს არის იმდენად გაძლიერდა აი ლილუაშვილის და ღარიბაშვილის ფლანგები გახსოვთ, აი ღარიბაშვილის ძალიან მოულოდნელი გადაყენება. ანუ ღარიბაშვილი იყო იმ პერიოდისთვის ოცნების სტანდარტებით ძალიან პოპულარული პრემიერ-მინისტრი. ანუ ოცნებას თუ ვინმე ყოლია პოპულარული პრემიერ-მინისტრი, ნუ ღარიბაშვილი ალბათ მაგ პერიოდში იყო ყველაზე პოპულარული და ყველა სხვას აღემატებოდა და მართლა კონსერვატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილში გააჩნია წარმოდგენა, რომ ეს ადამიანი იდეური, ეროვნული შეხედულებების არის და ქვეყანას იცავს გარე ზეწოლებისგან და თავს რისკის ქვეშ აყენებს ამ იდეის გამო, ხო? და საერთოდ მოულოდნელი და აუხსნელი იყო მაგ მომენტში ღარიბაშვილის გადაყენება. ანუ არაფრით არ იხსნებოდა ლოგიკა რაში იყო მოახლოებული არჩევნების წინ. ანუ 9 წელიწადს ცოტა მეტი იყო დარჩენილი არჩევნები. არანაირი ლოგიკა რაღაცა ელექტორალური თვალსაზრისით, რეიტინგული თვალსაზრისით, გუნდის მდგრადობის თვალსაზრისით, მაგ მომენტში მაინც აი ბოლო გადაევლო ასე რა ქვია არჩევნებს და მე მომხდარიყო, ხო? არანაირი ლოგიკა არ იყო და წავიდა საუბარი, რომ შეიძლება რაღაც ისეთი ინფორმაცია მიაწოდეს ივანიშვილს, რომ ნდობა დაეკარგა, რაღაცა უკმაყოფილება ტრიალებდა შეიძლება ღარიბაშვილის ფლანგზე. შეიძლება ღარიბაშვილი და ეგ გავდა მაგას, სურათი გავდა მაგას, რომ შეიძლება ღარიბაშვილი ზედმეტად გაძლიერდა მაგ მომენტისთვის და ამ ზედმეტად გაძლიერების და საკუთარი რეიტინგიდან გამომდინარე ზედმეტი საკუთარი ძალების რწმენის მოცემულობაში რაღაც ზედმეტად ამბიციური ინტერესებით შეიძლება გაუჩნდა. ყოველ შემთხვევაში დამორჩილების თვალსაზრისით, ამოუკიდებელი მოქმედების თვალსაზრისით, საერთოდ ესე არ არის, არასწორად წარმოუდგენია ხალხს, რომ იცი რა, აი ეს მართვის ვერტიკალი არის, აი ეს ვიღაცა რო არის ხელმძღვანელი, მაგალითად პირობით მილიარდერი არის ივანიშვილი და ყველა მას ასე ის არის მართველი და ყველა სულ მუდმივად იძულებული იქნება, რომ ამ ვერტიკალში იარსებს. ეგრე მარტივად ეგ არ მუშაობს. ძალაუფლების ვერტიკალში არსებობს თავისი ლოგიკა, რა ზემოქმედების გავლენის ბერკეტები გააჩნია მართველ ფიგურას და ასევე გავლენის ბერკეტები მნიშვნელოვნად შეიძლება გაეზარდოს დაქვემდებარებულ ფიგურებს, იმიტომ რომ ისინი კონკრეტულ უწყებებს მართავენ და კონკრეტული უწყებები ადამიანებისგან შედგება და რესურსებისგან შედგება. ივანიშვილი ყოველთვის მართავდა აი ესეთი
დაპირისპირებული რგოლებს შორის ბალანსის ფუნქციას ასრულებდა ხოლმე. ანუ არც ერთ გავლენის ჯგუფს, მასზე დაქვემდებარებულ ჯგუფს არ აძლევდა სრულ კონტროლს ყველა მიმართულებაზე. ჯგუფებს ანაწილებდა ისე, რომ აი მაგალითად ერთი ჯგუფი მართავს რაღაც სფეროს, მასთან თლად კარგ ურთიერთობაში არ არის მეორე სფერო და ის მეორე საბარია სხვა სფერო და ესენი ერთგვარ კონკურენციაში არიან ერთმანეთთან და ამ კონკურენციაში მედიატორის როლს ასრულებს ივანიშვილი. როგორც ჩანს, ძალიან გაძლიერდა რაღაც ეტაპზე ღარიბაშვილი და ჩათვალა, რომ ეხლა მე ვერ შემეხებიან, იმიტომ რომ არსებობს მართლა არსებობდა მაიდნის საფრთხე და არსებობს მაიდნის საფრთხე, არსებობს დესტაბილიზაციის საფრთხე, ძლიერია ოპოზიცია, ძლიერია გარედან ზეწოლის და მოახლოებული არჩევნების დროს ძალთა ბალანსზე ამოყირავების შანსები, ამიტომ ეხლა მე იმდენად მყარად მაქვს მყარი მდგომარეობა მაქვს, რომ მე შემიძლია მეტი მოთხოვნები და პრეტენზიები წამოვაყენო. აი გაიხსენეთ ღარიბაშვილი როდის გადააყენეს. ღარიბაშვილი გადააყენეს დაახლოებით პერიოდში, როდესაც მაგალითად უნდა დააწყებულიყო შიდა მოლაპარაკებები ოცნების საპარლამენტო სია როგორ გამოიყურება. ოცნების საპარლამენტო სია ყოველთვის ფორმირდებოდა ხოლმე სხვა გავლენის ჯგუფები. აი მაგალითად გახარია რომ გავიდე თან გაყვა რაღაც 8 თუ 10 თუ რამდენი რაღაც დეპუტატი იყო, 8 დეპუტატი თუ არტემი. ეგენ ვინ იყვნენ ეგ დეპუტატები? სია რო ფორმირდებოდა ოცნებაში. გავლენიანი ფიგურები ასახელებდნენ, რომ აი რაღაც გარანტიები მჭირდება იმისა, რომ მე აქ რო რაღაც ცარიელი ადგილი კი არ ვიქნები. მე რო კონტრიბუცია შემაქა პარტიის საერთო ინტერესებში, პირობითად გახარიას, მე უნდა მყავდეს აი ამდენი კაცი სიაში გამსვლელ თეორიულად გამსვლელ ადგილზე, რაშიც იგულისხმება დაახლოებით 90 ადგილი და ამ 90 ადგილში პირობითად 10 კაცი მეკუთვნის და ეს 10 კაცი არის იმის გარანტია, რომ მე რო გამანაწყენოთ, მე რო რაღაცა აღშფოთდე და დემარშით გავიდე ამ 10 კაცით, ლეგიტიმაციის პრობლემა შეიძლება შეგექმნათ. აი ესე იდგა საკითხი ზოგადად ოცნების შიდა ძალთა ბალანსის განაწილების პროცესში. მაგ დეპუტატების კვოტებს ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. და როგორც ჩანს ღარიბაშვილი მაგ მომენტში აყენებდა ისეთ პრეტენზიას, რომ სხვებმა ჩათვალეს, რომ მეც სითხოვდა და ასევე მის მიმართ ნდობის ხარისხი საკმაოდ შეირყა და ეს ხალხი ახლა სინამდვილეში ხო ამ ნაწილში არ არის ისეთი მაღალი კლასის ფიგურებისგან ეს ჩვენ ხო არ აკვავს ახლა აი რაღაცა მაღალი კლასის და აწლეულების პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანების პოლიტიკური ელიტა. ესენი ხა ერთმანეთზე ხან რა სილაპარაკებდნენ, ხან როგორ მოიხსენიებდნენ, ამის ჩანწე ერთმანეთს იწერენ, ერთმანეთზე რაღაცა მიტანა, ასე შემდეგ და როგორც ჩანს ღარიბაშვილის ლოიალობა შეეპარათ და იმ მომენტში გაანეიტალეს. და მათ შორის მაგ პერიოდში ივანიშვილმა თვითონ როგორც ჩანს ეს სიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით საკმაოდ ისეთი გაკვეთილი გამოიტანა, რომ ასე არ შეიძლება გახარიას მსგავსი საფრთხეები, რომ 20 დეპუტატი გაიყოლა და აღარ აქვს უმრავლესობა, მასეთი საფრთხეები, რომ არ უნდა ქონდეს ჩადებული სიებში. შემდგომ ღარიბაშვილის გაშვების შემდგომ ძალიან გაძლიერდა ლილუაშვილის, რომელიც მანამდეც ძალიან ძლიერი იყო, კიდევ უფრო გაძლიერდა ლილუაშვილის მიმართულება და როგორც ჩანს მათაც იგივე ცდუნება გაუჩნდათ. აი ეს ძალოვანების რეპუტაცია რამდენადაც შეილახა ძალოვანი ბლოკის რეპუტაცია პროდასავლურ ნაწილში, იმდენად ძალოვანების რეპუტაცია და გავლენა თვალსა და ხელშუა გაიზარდა ოცნების აქტიური, მოტივირებულ იდეურ თანამებრძოლთა ნაწილში. აქედან გამომდინარე, ერთი ფაქტორი ჩემი აზრით იყო, რომ ამათ მიმართ ნდობა შეირყა და ამათ საფრთხის განცდა ისეთი იმ მასშტაბში გავიდა უკვე, რომ გადაწყვიტეს ემოქმედათ, შეეშინდათ იმათი მოქმედების რაღაცა იმათგან მოქმედების დასწრების და მეორე ჩემი აზრით სრულიად ლოგიკური
მოსაზრებაა, რომ მათ შორის სანქციების ეფექტი არის ამ ყველაფერში. ან სანქციები არ არის რეალურად სახუმარო მოვლენა მით უმეტეს იმ ადამიანისთვის, რომელსაც ქონების დიდი ნაწილი უცხოეთში აქვს, ხო? ჩვენ არავინ არ მოგვაწვდის კონკრეტულ ინფორმაციას, ვის რა გაეყინა, მაგრამ მათ შორის ჩვენ ხო ვიცით და მათივე მონაყოლიდან ვიცით, რომ ივანიშვილს არაფორმალურადაც კი მილიარდზე მეტი დოლარის ოდენობის ქონება ქონდა გაყინული. ანუ არაფერი სანქცია არ ედო და თვითონ იძახის, რომ უბრალოდ ამ ქონებას არ მატლებდნენ, ხო? ეხლა ეს რაღაც პროდასავლური ფლანგი კი ამბობს, რომ არა ეგ სანქცია რა შუაშია, რაღაცა ბანკი უბრალოდ რაღაცა იურიდიული მაქინაციებით არ უბრუნებს, ну ფაქტია არ უბრუნებდნენ და გინდა სანქცია დაარქვი და რაც გინდა დაარქვი, ხო? ეხლა თუ არაფორმალური სანქციების პირობებში ეგ ხერხდებოდა, ეხლა ხო მარტივი წარმოსადგენია რეალური სანქციები დაადეს, ხო? რეალური სანქციების პირობებში დრამატულად უარესი მდგომარეობა ალბათ შეიქმნა. როგორც ბურჭულაძის შემთხვევაში, ისე მეორე ის რომეო მიქაუტაძის შემთხვევაში საუბარი იყო დაახლოებით 1 მილიონი ლარის მოპარვაზე, ხო? ხო არავის არ ჯერა რომ მაგ თანხებზე იყო ლაპარაკი, ან მინისტრის მოადგილეების და არავის არ ჯერა რომ მინისტრის მოადგილეების დაკავება დაიწყეს 1,5 მილიონის მოპარვაზე. არავის არ ჯერა იქიდან გამომდინარე რომ ეგ თანხები არა რაღაცა ქართული ოცნების კორუფციის მასშტაბებიდან გამომდინარე, ეგ თანხები არის რომელიღაცა პატარა რაიონის მუნიციპალური სამუშაოების ტენდერებს რო აცხადებენ ხოლმე, აი იმ ტენდერებში რო ტეხავენ თანხებს, მაგ მასშტაბის თანხებია. ეს არ არის სამინისტროს, მინისტრის მოადგილის მასშტაბის თანხები. მინისტრის მოადგილეების შემთხვევაში ათეულობით ან ასეულობით მილიონზე მიდის საუბარი. 1,5 მილიონი ლარი, არ ვიცი, სადღაც თერჯოლის ან ბორჯომის ან სადღაც, რა ვიცი მე, ახმეტის მუნიციპალური სამუშაოების დონეზე ტენდერები რო ცხადება, აი მაგ დონეზე რო ტყდება ეგ მაგ მასშტაბის თანხები. ამიტომ სინამდვილეში აქ საუბარი მიდის იმაზე, რომ გაცილებით დიდი თანხების ამოღების სურვილია. უბრალოდ ვიღაცეები აი ფორმალური გაჟღერებული მიზეზით თანხების ოდენობით, რომლებიც აი ბიუჯეტში რო დაბრუნდება, ეგ მცირე თანხა და ეგ წავიდეს ბიუჯეტში არა უშავს და დანარჩენი უნდა დაბრუნდეს ეგრეთ წოდებულ პარტიულ პოლიტიკურ ოფშიებში. აი ეგ მაგაზე მიდის საუბარი. რამდენად შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ქართულმა ოცნებამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეცვალოს მერის კანდიდატურა და აღარ იყოს კალოძე, ან იყოს სხვა. რაზე იქნება ეს დამოკიდებული? ჩემი აზრით ეგ დამოკიდებულია რა ტაქტიკას აირჩევს ივანიშვილი გუნდის ძალთა ბალანსის დალაგების კუთხით. თვითონ საარჩევნო ტაქტიკის თვალსაზრისით ჩემი აზრით მაგას ახლა დიდი მნიშვნელობა არ აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტიურად ოპოზიციის დიდი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს. ის ნაწილიც კი ეს პროდასავლური ოპოზიციის, რომელიც მონაწილეობას იღებს, მათაც ეს მონაწილეობა მათთვის არ არის მარტივი ამოცანა იქიდან გამომდინარე, რომ გახარიას და ლელოს ამორჩევლების მნიშვნელოვან ნაწილსაც მიაჩნია, რომ ამ არჩევნებში ხალხმა ბოიკოტით უნდა შეხვდეს ამ არჩევნებს. და მაგ პირობებში ის ნაწილიც კი, რომელიც მონაწილეობას ემხრობა, არის ნაკლებ მოტივირებული, ანუ აი უბრალოდ მიდიხარ არჩევნებზე, რომელშიც პროდასავლურმა ფლანგმა გარანტირებულად იცის, რომ წააგებს და თან წააგებს ძალიან მძიმედ. გახარიმდე ლელო მიცის, რომ აიღებენ რაღაც მცირე პროცენტებს, შეიძლება გაიყვანონ თავის წარმომადგენლები, მაგრამ სულ ეგ იქნება. ანუ ოცნებას ვერაფერ პრობლემას ვერ შეუქმნიან. ხალხს გაუჩინო აქტიობის мотиваცია მას არჩევნებზე, მათ შორის იმათაც, ვინც თulis, რომ დანარჩენი მოსახლეობა უნდა დაარწმუნოს მონაწილეობის საჭიროებაში, ოღონდ ვერ არწმუნებს. ეგ არ არის მარტივი ამოცანა, ამიტომ მთელი პროდასავლური სეგმენტი, ვინც მონაწილეობასაც ემხრობა, იქნება პასიური. აქედან გამომდინარე, ნიშნულობა არ აქვს, ვის დააყენებენ. აი მაგალითად, თავის დროს ნარმანია ხო აშკარად ისეთი ფიგურა იყო, რომ არ ითვალისწინებდა მაღალ რეიტინგს, ხო? მაგრამ ხო მოიგო, რა. ეხლაც ეგრე არ ეკ, მაგდენად არ ეკნება მნიშვნელობა ვის დააყენებენ
ნარმანიაც რო დააბრუნონ და ისევ აყრევდნენ კენჭი, იმასაც ლელოს და გახარიას ისიც მოუგებს, ანუ ეგრე დგას ახლა საკითხი. ამიტომ მაგ კრიტერიუმით არ გადაწყდება ვინ მიიღოს მონაწილეობა ჩემი აზრით გადაწყვეტილებას მიიღებენ იმ კრიტერიუმით, ივანიშვილი მიიღებს იმ კრიტერიუმით, რომ ივანიშვილის ამოცანა, რომ მაინც გუნდი ისე დააკომპლექტოს გავლენის ფიგურები თანამდებობებზე, რომ ბალანსის ფაქტორი არსებობდეს, ეგ ამოცანა არსად არ მიდის. ანუ არაფორმალურ მართლობას სხვა გზა არ აქვს. მას ჭირდება გარკვეული გავლენის ჯგუფების არსებობა, რომლებიც ერთმანეთში კონკურენციაში არიან და მედიატორის როლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაგ პირობებში. ამიტომ ივანიშვილი რომ ადგეს და მერის თანამდებობა არის არჩევითი თანამდებობა 4 წელი იმ ფიგურას აქვს ძალა. ამიტომ მერის თანამდებობაზე რომ დანიშნოს ვიღაცა, ვისაც ნარმანიასავით არაფერი პოლიტიკური ბექგრაუნდი შექმნა არ შეუძლია, ეგ ნიშნავს, რომ ეგ პოლიტიკური ამ კომბინაციისთვის მნიშვნელოვანი რგოლი თბილისის მერია უფუნქციოა, ანუ ეგ არ არის გავლენის სექტორი სამთავრობო სექტორებს შორის ძალთა ბალანსში. ამიტომ მან აუცილებლად ვიღაცა უნდა იყოს ისეთი, რომელსაც ექნება პოლიტიკური გარკვეული მიზიდულობის ძალა, გარკვეული პოლიტიკური ცენტრობის პრეტენზია შესაძლებლობა, შეიძლება არა სრული, მაგრამ მნიშვნელოვანი. და რადგან ეხლა არის ეს კობახიძის შემადგენლობა, ძირითადად კობახიძის შემადგენლობა გადაინაწილა, სხვადასხვა ან მათ მიადეს დიდი ალბათობა, რომ ეხლა ბევრად დასუსტებული, ძალა გამოცლილი კალაძე, მაგრამ მაინც ფიგურა, ან მერია მიანდონ მას და არ მიანდონ სრულად, მათ შორის არჩევით თანამდებობაზე კობახიძის გუნდიდან რომელიმე ფიგურას, რომელსაც მით უმეტეს ასეთი პოლიტიკური ბექგრაუნდის და პოლიტიკური რაღაც ცენტრობის პრეტენზია ექნება. აი მანდ ეგ იქნება ჩემი აზრით გადამწყვეტი мотиваცია. თუ სხვა საკითხია, რომ კალაძეზეც მიდის საუბარი, რომ კალაძესთანაც აქვს პრეტენზიები, მათ შორის ფინანსური და სხვა საკითხია, რომ ამ ნაწილში თუ კონფლიქტი ის რაც არ ვიცით, რაზეც უბრალოდ აი რაღაც ჭორებით შეიძლება რაღაცები იმჩნევლოთ, მაგრამ სხვა საკითხია თუ ამ ნაწილში მათ შორის ურთიერთობები ვერ დაალაგდა და კონფლიქტი ისე გაღვივდა, რომ აღარ ითვალისწინებს მან კალაძის დანიშნავს, ეგ არ ვიცი. მაგრამ თუ თქვათ კონფლიქტი არ არის მათ შორის რაიმე მწვავე და არაფერი დაუძლეველი არ არსებობს, ჩემი აზრით ყველაზე ლოგიკური სვლა იქნება ივანიშვილის მხრიდან კალაძეს დატოვებს როგორც გარკვეულ დამაბალანსებელ ალტერნატივას კობახიძე დინარაძის მიმართულების, რომელსაც ახლა შეიძლება ამ ეტაპზე ენდობა და ამ ეტაპზე არა აქვს მათთან პრობლემა, მაგრამ ენდობოდა რავი გომელაურსაც ალბათ ადრე, ხო? ისე ხო არ დანიშნა. გამორიცხავს იმას, რომ იგივე სისუსტეები არ ქონდეს ამ ფრთასაც, როგორც ქონდა ყარიბაშვილის ფრთას. თუ გაძლიერდა, რგოლები თუ გაძლიერდნენ ისე და გამდიდრდნენ ისე, რომ ჩათვალეს, რომ აი ეს მერაში მჭირდება, ამასთან ფული წაართვეს, აღარც ისეთი მდიდარია, აღარც ისეთი პოპულარულია, ძალოვანი სტრუქტურები მემორჩილება და რა ვიცი, აი მოდი რა, არაფერში არ არის საჭირო არაფორმალური მართველი, ხო? შეიძლება ეგეთი მოცემულობა მარტივად დადგეს, თუ ისე არ გადაანაწილა ივანიშვილმა სექტორები, სტრუქტურები ქვეყანაში, რომ მაგალითად ამა თუ აი მაგალითად სუსის ხელმძღვანელი, შსს ხელმძღვანელი, ვთქვათ მერი მაგალითად, ხო? ამათ ერთმანეთთან ნაკლები ნდობა უნდა ქონდეთ, ნაკლები კავშირები უნდა ქონდეთ, შეთქმულების შეკრა არ უნდა შეეძლოთ. ივანიშვილის უნდა იმედებოდეთ ერთმანეთის წინააღმდეგ. აი ეგეთი ძალთა ბალანსი უნდა იყოს და ეგ არის მაგას ახლა მეტნაკლებად ფაქტია რომ ეფექტურად აკეთებს ივანიშვილი ამ წლების განმავლობაში. ეგ არის მთავარი მექანიზმი მართვის, სხვა მართვის მექანიზმი არის. ყველაზე მეტი ფული აქვს და დანარჩენი ის ფიგურები ერთმანეთთან თლად კარგ ურთიერთობაში არ არიან, კონკურენციას ქმნის იმათ შორის და
ერთმანეთთან ჭიდაობა სჭირდებათ ივანიშვილი. მან თუ ყველა ისეთი იქნა, რომლებსაც ერთმანეთთან ძმაკაცობენ, ყელში აქვს გაჩეხილი ივანიშვილის ზედმეტი გავლენები, მაგრამ მოდი ახლა ცოტა ჯანზე მოვიდეთ და მე ვაჩვენოთ ამას სერი, ხო? ეგ გულისხმობს, რომ ადრე თუ გვიან ეგ მოხდება. ამიტომ ლოგიკა ახლა კარნახობს ივანიშვილის ძალაუფლების ლოგიკა, ჩემი აზრით, რომ კალაძე უნდა იყოს მერი. თუ კალაძესთანაც ისეთი კონფლიქტი არ არის, როგორც იმ სხვებთან, მაგ ხარისხის კონფლიქტი არ არის და თუ არ იგულისხმება, რომ მასთანაც დაალაგება შეუძლებელი, რაც ეგ არ ვიცით, მაგას დრო გვაჩვენებს ეგ.